განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ისაუბრეს. თამარ სანიკიძემ გუბერნატორებს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციის მიზნით სამინისტრომ სოლიდური დაფინანსება გამოყო და გუბერნატორებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ მათ რეგიონებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში. სწავლის სეზონი უკვე მთავრდება და ძალიან მალე უნდა დავიწყოთ ჩვენ სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით გეგმავთ 300-მდე სკოლის რეაბილიტაციას, გეგმავთ 6 ახალი სკოლის მშენებლობას, რა თქმა უნდა, ის მშენებარე სკოლები ჩვეულებრივად შენდება გეგმის მიხედვით. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შევაფასეთ რეგიონებში არსებული სიტუაცია, სკოლის შენობები, რა პირობებში უწევთ ჩვენს ბავშვებს, ასე ვთქვათ, სწავლა განათლების მიღება. შევაფასეთ ასევე გასული წელს კახეთის რეგიონში 50 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და მიმდინარე წელს იგეგმება დაახლოებით 30-მდე სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის ახალი სკოლის მშენებლობა.